დღეს ჩვენი საუბრის თემა იქნება ტიმოთეს მიმართ ეპისტოლე პავლე მოციქულისა ახალი აღთქმიდან. ხომ, შეიძლება სათაური არასაინტერესოდ გეჩვენებათ, მაგრამ ძალიან საინტერესო ეპისტოლეა, ძალიან საინტერესო წერილია და აი თქვენ რასაც ქრისტიანობაში ხშირად აკეთებთ, ეს არის აი პავლე მოციქული რასაც გვასწავლის აი ამ წერილიდან და ძალიან საინტერესოა ამისი ამიტომ განხილვა და მოსმენა. ახალ აღთქმაში არის პავლე მოციქულის 14 წერილი. 14 წერილი. პავლე მოციქულმა ფაქტობრივად რა გააკეთა იცით? აი სახარებები ხო გვაქვს ჩვენ 4 სახარება და მოციქულთა საქმე. პავლე მოციქულმა მოგცა წესები, როგორ უნდა ვიცხოვროთ ეკლესიაში, როგორ უნდა ვიცხოვროთ სამრევლოებში. ეკლესია როგორ უნდა იყოს მოწყობილი, ხო? აი იმ ძვირფას მარგალიტებით სავსე კალათებს, რაც სახარებაში არის, პავლე მათგან და ყურები გაუკეთა. რომ ჩვენ შეგვეძლოს ხელი მოუკიდოთ და ავიღოთ და ჩვენთვის გამოვიყენოთ. აი ეს არის ასე, ამიტომ პავლე დიდებული, სვეტი, იმიტომ ქვია მოციქული. ნახეთ და ამ ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეს შეიძლება ესეთი სათაური წაუძღვაროთ ჩვენ. ეს არის მესამე თავის მე-15 მუხლშია. ხოლო თუ დამაგვიანდა პავლე ეუბნება ტიმოთეს. იცოდე, როგორ უნდა მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც არის ეკლესია, ცოცხალი ღმერთისა, ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე. მე თუ დამაგვიანდა შენთან მოსვლავ, ამას იმიტომ გწერ, რომ იცოდე, როგორ მოიქცე ეკლესიაშიო, ხო? აი რაც დღეს ჩვენ გვჭირდება, რომ ვიცოდეთ, როგორ მოიქცეთ ეკლესიაში და ამიტომაც არის საინტერესო, პავლე ამ პატარა ეპისტოლეში, პატარა წერილია, დიდი არ არის, რას როგორ არიგებს ტიმოთეს. ახლა ავტორი ყველა ვიცით, რომ პავლეა, პავლე მოციქული, წარმართა მოციქული, ვინც არ იცის მათ გასაგონად, ქრისტეს ყავდა 12 მოციქული ისრაელის 12 ტომისთვის, ხო? და შემდეგ მისი ზეცად ამაღლების შემდეგ ღმერთმა ქრისტემ ინება, რომ ერთი კაცი მოეძებნა კიდევ იუდეველებისგან, პავლე იყო იუდეველი, ბენიამინის ტომისგან, უკიდურესად განსწავლული წმინდა წერილში, დიდი მოწვრის გამალიელის მოწაფე იყო იგი თვითონ, ცნობილი მოძღვარი ებრაელებში, ძველ აღთქმაში და პავლე გამოარჩია თავად ქრისტემ სასწაულებრივად. ყველა ბევრმა ეს იცით, რომ პავლე იცავდა რჯულს, იუდეველთა რჯულს და მიაჩნდა, რომ ეს ქრისტიანები ამახინჯებენ მათ სარწმუნოებას და სდევნიდა ქრისტიანებს. ფარისეველი იყო თავადაც პავლე, მათთან კი არ იყო, ფარისეველი იყო თვითონაც, ფარისეველთა განშტოებას ეკუთვნოდა და შემდეგ მას თავს მოხდა ეს ცნობილი სასწაული, რომ როცა დამასკოში მიდის, ხელში უწირავს ის წერილები, რომ უნდა დაარბიოს იქაური ეკლესიები და ჩაყაროს საპყრობილეში ქრისტიანები, დააბრმავა ნათელმა. უსაზღვრო ნათელი იხილა ამ დამასკოს გზაზე და ხმა ესმის ამ ნათლიდან შაული ერქვა მას. შაულ ნიშნავს ამაღლებული, ანუ ერში ამაღლებული. შაულ, რატომ დევნი მე? ხმა ეუბნება. ვინ ახარ შენ უფალო? ეს დავარდა დაბლა. აი გული წავიდა, აი გული წასვლამდე საზარელი იყო ის რაც იხილა მან. საზარელი ღვთაებრივად საზარელი და მან უთხრა ხმამ ამ ნათლიდან, რომ მე ვარ იესო, რომელსაც შენს დევნი. ადექი და წადი შედი დამასკოში და იქ მოწაფე მოვა შენთან ანანია და ის გეტყვის რა უნდა გააკეთო და პავლე აი ქრისტემ გამოარჩია, დაბრმავდა პავლე და შემდეგ აეხილა თვალი ანანიამ აუხილა მას თვალი და აი ასე მოყევეს ყველაფერი. პავლე ასე გამოარჩია თავად ქრისტემ, ისე რომ მას ქრისტესთან არ ქონია ურთიერთობა მისი ამ ქვეყანაზე ყოფნის დროს, ვის მოციქულად? წარმართა მოციქულად. რატომ? მე-13 მოციქული. რატომ? იმიტომ რომ პავლე თავად იყო ტარსუსელი, ტარსუსი იყო კილიკია იყო ესეთი მხარე სამხრეთ, აი დღევანდელი თურქეთი რო წარმოვიდგინოთ, სამხრეთ თურქეთში, ზღვის პირას და კილიკიაში იყო ცნობილი ქალაქი ტარსუსი, იქ იყო აღზრდილი პავლე, იქაური იყო, მაგრამ ებრაული დიასპორაში ცხოვრობდა, იუდეველი იყო თვითონ და ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა, ანუ რომის მოქალაქე იყო, ბატონო? ხო, რომის პროვინცია იყო, კილიკია იყო რომის პროვინცია. კი, ხო, ეგრეა ზუსტად. სახელებში, ამგვარად, რასაც ერქვა ანკირა, დღეს ანკარა ქვია ისრაელში და თურქეთში, ბოდიში და ასე, ხო. აი იქაური იყო პავლე და ზედმიწევიდან წოდნე, წარმოიდგინეთ რისი? ძველი აღთქმის
და ბერძნული ენის, ბერძნულის. ამიტომ რომის იმპერია, აღმოსავლეთ რომის იმპერიის ენა ბერძნული იყო და ამ ზუსტად ზუსტად და ამიტომაც ამოირჩია, მან იცოდა რომ ბოროტების გამო კი არ აკეთებს პავლე ამას, არამედ მან ცდომილებაშია. თვითონაც ამ წერილში ამბობს ზუსტად ამას ჩვენ ახლა მოგვიანებით ვნახავთ. და ტიმოთე, ვინა იყო ტიმოთე? ტიმოთე იყო მისი ახალგაზრდა მოწაფე, რომელსაც ბევრ ადგილას ის ამ წერილებში უწოდებს ჩემი ჭეშმარიტი შვილი. სულიერ შვილს უწოდებს თავისას და ტიმოთე ცხოვრობდა ლისტრა იყო ასეთი ქალაქი, ლისტრა, ახლოს ძალიან კილიკიასთან და პავლე როცა მიდიოდა მისიონერულ მოგზაურობაში, ერთ-ერთში იქ მან გაიცნო მისი დედას იცნობდა, მის ბებიას იცნობდა და ეს ტიმოთე მას დაემოწაფა. თან ტიმოთეს მამა ყავდა ბერძენი და დედა ყავდა იუდეველი, ებრაელი. ანუ ნახეთ, აქაც უკვე იყოფა. ბერძენი და იუდეველი შვილი ტიმოთე ხდება პავლეს მოწაფე, წარმართა მოციქულის მოწაფე და შემდეგ პავლე მას ტოვებს ეფესოში ეპისკოპოსად. ანუ ზედამხედველად. იმდენად განისწავლა ტიმოთე მისგან, რომ ეფესოში ხო პავლემ ყველაზე მეტი დრო გაატარა. ეფესოში საღვთისმეტყველო სკოლა ჰქონდა მას და 3 წელი იქ სკოლაშიო, ტირანუსის სკოლაში ასწავლიდაო, ხო? და იქ შემდეგ ტოვებს, თვითონ რომ მოძრაობს პავლე სხვა ქალაქებშიც მოღვაწეობს, მისიონერობს და ტიმოთე დატოვა იქ და აი ეს წერილი ეხება რას? პავლე უკვე დატყვევებულია რომში. ეს პავლეს სიცოცხლის ბოლო წლები თუ შეიძლება ბოლო წელიც არის, წერილი დაწერილია დაახლოებით 63-66 წლებს შორის. პავლე დაახლოებით 66 წელს ან 67 წელს ან 65 წელს თავი მოჰკვეთეს პავლეს რომში. და პავლე ციხეშია უკვე და აი ტიმოთეს მიმართ 2 წელი არსებობს. ერთი ეს პირველი და მეორე მეორე. და იქ მეორე წერილში უკვე პავლე წერს რომ ჩემი მიქცევი ჟამი ახლოს არის უკვე. მე ვამთავრებ ჩემს სიცოცხლეს და კიდე ბოლო დარიგებებს აძლევს. აი ამ პირველ ტიმოთეს წერილში ერთ საიდუმლოს გვიცხადებს პავლე. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? პირველი ის რაც მე ვთქვი რომ იცოდე როგორ მოიქცე ეკლესიაში და მეორე პავლე გვიცხადებს ერთ საიდუმლოს, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ქვია ღვთისმოსაობის საიდუმლო. ღვთისმოსაობის საიდუმლო. და პავლე ასწავლის ტიმოთეს რომ იცოდე ღვთისმოსაობა არის ყველაზე მთავარი სარწმუნოებრივ ცხოვრებაში და აი ამ წერილში სულ 6 თავია, პატარა წერილია, თავებით პატარა, მაგრამ 8ჯერ ახსენებს პავლე ღვთისმოსაობაში განისწავლე. თავიანებე ყველაფერს და ღვთისმოსაობას მისდიე. დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო და ამბობს კიდევ ერთ ადგილას რომ ჭეშმარიტად დიდია ღვთისმოსაობის შენაძენი. რა არის ეს ღვთისმოსაობა? გიფიქრიათ ამაზე? აი ზოგ თაგამანებში არის ღვთისმსახურება, მაგრამ ღვთისმოსაობა ყველაზე ზუსტად აღნიშნა გამოხატავს იმას, რისით თქმაც პავლეს უნდა. რწმენაზე მეტია ღვთისმოსაობა. რწმენი ცხოვრება გონ წესი აქვს ამ ცხოვრებას, როგორ უნდა იცხოვროს. ბატონო? ღმერთშემოსილობა, ხო, სწორი ხარ, ნახე? ზოგ თაგმაში ღმერთშემოსილობაც არის, რა თქვა, ღვთისმოსაობა, ღმერთშემოსილობა, ღვთისმსახურება. ბერძნულში არის ევსევია. ევსევია ნიშნავს ღვთისმსახურებას. ან ღვთის სულით ცხოვრებას. აი გერმანულში ღვთისმოსაობა როგორ არის თარგმნილი იცით? გერმანული ხო ყველა მიცით ასე თუ ისე. Gottseligkeit. Gottseligkeit. რომ ღმერთის სულით ცხოვრება. რა არის ეს ღმერთის სულით ცხოვრება? აი ყველაფერში ღმერთის დანახვა, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო? აი ამ წყალს რომ მე მომაწვდიან და მომცევენ, ეს უბრალოდ წყალი არ არის ჩემთვის. არც თქვენთვის არ უნდა იყოს უბრალოდ წყალი. ეს წყალი ხო რაღაცას ნიშნავს ეს წყალი. ეს წყალი ჩემთვის ნიშნავს ღვთის მადლს, რომელიც მე მაცოცხლებს. გესმით? თუ მხოლოდ წყალია და შევსვამ და მორჩა მეტი რა კარგია, მაშინ ხორციელი ადამიანი ვარ. შვინივერი ადამიანი ვარ, კი, ცოცხლობ, გემოც კარგი ამ წყლის და სიამოვნებს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის ჩვენი ცხოვრება. ჩვენი ცხოვრება არის ღვთის სულით გამბრძნობილი, გესმით? ამიტომ წყალიც, პურიც, სახლიც, მზეც, ყველაფერი არის მეტყველებს რაზე ვისზე? ღმერთზე. ხო, ღმერთზე მეტყველებს ყველაფერი. ყურძენიც, მაგალითად, ყურძენი, ვენახში რო შედიხარ შენ, ის მხოლოდ თუ ვენახია შენთვის არაფერს არ ნიშნავს. ხარ მიწიერი მშვენიერი ადამიანი, მაგრამ ვენახი
ბევრ რამეს ნიშნავს, რაც ქრისტემ თქვა, მე ვარ ვაზი და თქვენ ხართ რტონი, ხო? რო შევედი ამ ძვირფას კახელი ლეხის ვენახში, ხო და ამ ვაზს რო უყურებ და ზედ ხედავ რტოები როგორ არის შესხმული და ამ რტოებში სიცოცხლე ჩქებს და ამ ეს რტოები კიდე მერე ისხამენ ყურძენს. ეს არის ღვთის სულიერება ზუსტად, გესმით? და აი ამაზე ლაპარაკობს პავლე ამ ეპისტოლეში. ხო საინტერესოა. მოდით მივყვეთ, წავიკითხოთ და ნახოთ სადამდე მივალთ. პავლე, მოციქული იესო ქრისტესი ღმრთის, ჩვენი მაცხოვრის და უფლის იესო ქრისტეს, ჩვენი სასოების ბრძანებით, ტიმოთეს, ჭეშმარიტ შვილს რწმენაში, მადლი, წყალობა და მშვიდობა ღმერთის, მამის ჩვენის და ქრისტე იესოს უფლის ჩვენის მიერ. ნახეთ როგორ ჩვენ წერილს დღეს როგორ წერთ ხოლმე ზუსტად ისეა. პავლე, მოციქული იესო ქრისტესი, კონვერტს რო აწერია ხოლმე ზევით. ხვდებით რა წერია? ტიმოთეს, ჩემს ჭეშმარიტ შვილს. ხო? აი როგორც წერილია ფაქტობრივად და ოღონდ ასე იწერებოდა ადრე გრაგნილს პავლე რო აგზავნიდა ამ გრაგნილს, თავიდან ესე იწყებდა პავლე ტიმოთეს. და შემდეგ ეუბნება მადლი, წყალობა და მშვიდობა ღმერთის, მამის ჩვენის და ქრისტე იესოს უფლის ჩვენის მიერ. ნახეთ, მადლი და მშვიდობა. ეს რა არის მადლი და მშვიდობა? არა, პავლე თავის წერილებს სულ ასე წერს. მადლი და მშვიდობა, მაგრამ რაღაც მნიშვნელობა აქვს. მადლი არის სუფთა ბერძნული მისალმება. ხარის. მადლი ნიშნავს წყალობა, სიხარული ღმერთისაგან. ბერძნულად ეუბნება მადლი და მშვიდობა იუდეველებს შალომ. ამას ამბობს, გესმით? ხარის და შალომ, ორივეს ხმარობს, იმიტომ რომ ის იუდეველია, მაგრამ წარმართა მოციქულია. და წერს ტიმოთე არის ეფესოში, იქ რა თქმა უნდა პირველი ეკლესია იუდეველებისგან შედგება, ხო, პირველი ებრაელები არიან და ასევე წარმართებიც უკვე იქ არიან, ამიტომ ორივეს ამბობს. მადლი და მშვიდობა, მადლი არის ბერძნული მისალმება და მშვიდობა არის იუდაური მისალმება შალომ. ეუბნება, მაკედონიაში წასვლისას მე გთხოვე, დარჩენილიყავი ეფესოში, რათა გემცნო ზოგიერთისათვის, რომ ნუასწავლიან სხვა რამეს. და ნურს გადაყვებიან არაკებსა თუ გვარტომობის დაუსრულებელ ამბებს, რომლებიც უფრო მეტ დავას იწვევენ, ვიდრე ღმერთის შეგონებას რწმენით. ხოლო მიზანი მცნებისა არის სიყვარული, წმინდა გულით, წრფელი სინდისით და უპირფერო რწმენით, მას რომ დასცილდნენ, ზოგიერთები ფუჩსიტყვაობისაგან მიიქცნენ, ჯულის მოძღვრობას წადიათ, მაგრამ არც ის ესმით, რას ამბობენ და არც ის რასაც ამტკიცებენ. და პრობლემას ეხება პავლე. პავლე ეუბნება, რომ ხომ გახსოვს მე შენ ეფესოში დაგტოვე, რომ ყურადღება მიექცია მაქაურობისათვის და უთხარი მაგათ, რომ მოეშვან სხვა რამის სწავლებას იმისგან განსხვავებით, რაც მე დავტოვე მან. რას ასწავლიან სხვა რამეს? როგორ გონიათ? რა არის ის სხვა რამე? იმიტომ რომ პავლე წამოვიდა ეფესოდან და იქ უკვე ამ ბერძნული სამყაროს გავლენით ეს ქრისტიანობა ზოგიერთებმა, ეს სახარებისეული უწყება გააბერძნულეს ამ გაგებით. ხო? რო გაქნეს? ხო, შეურიეს იქ რაღაცა ბერძნული მითები, არაკები, ზღაპრები, ხო, ბერძნული სამყარო, ხო, წარმოგიდგენთ როგორი იყო. ხო? და ეს ყველაფერი ზოგმა ფილოსოფიურად გაიგოეს. აი მაგალითად ძალიან დიდი საშუალება იყო იმ დროს გნოსტიციზმის, გნოსტიციზმი იყო ფილოსოფიური მიმდინარეობა იმ დროს, რომელიც არ იყო უცხო მისთვის არ იყო უცხო მითები. აი მაგალითად ენოქის წიგნი თუ გაგიგიათ თქვენ, აი ენოქის წიგნი რო წაიკითხოთ, იმიტომაც არაკანონიური წიგნია. სავსეა რაღაცა ზღაპრული არსებებით, რაღაცა ფანტასტიკური რაღაც ცხოველებით, ფრინველებით, ესეთი ამბებით, გესმით და აი ამას ამბობს პავლე. სუფთა და წმინდა უნდა იყოს სარწმუნოება ის მხოლოდ რაც ბიბლიაშია, რაც ნაკადაგებია ძველ აღთქმაში და რაც ქრისტემ დატოვა, გესმით? და მოეშვან არაკებს და გვარტომობის დაუსრულებელ ამბებსო. ეს გვარტომობის ამბები კიდევ ვის უყვარდა? ებრაელებს. ვინ ვისი შტოდან არის, ვინ რომელ შტოს ეკუთვნის, ის ამბობს მე ლევიანი ვარ, ტაძრის მსახური ვარ, ეს ამბობს რომ მე იუდა შტოდან ვარ, გესმით? და ეუბნება პავლე რომ ფუჭია, არაფერი არ მოაქვს ამას, გარდა დავისა და ცილობისა და კამათის და ამპარტავნებისა. აბრაამის შვილობა მაგალითად, ხო? გესმით და ამიტომ იუდეველებს და ბერძნებს შორისაც იყო ეს დაპირისპირება. ესენი აუნებიან რომ
სარწმუნოება ჩვენია, ჩვენ აბრაამის შვილები ვართ. გვარტომობის ამბებით ამაყობენ, გესმით და ამიტომ პავლე ეუბნება რომ მოეშვით მაგას. ეგ მაგას არავითარი კავშირი არ აქვს სარწმუნოებასთან. და ეუბნება რომ მიზანი მცნებისა, ეს ხომ რაც ვილაპარაკეთ რომ მიზანი მცნებისა არის სიყვარული. მიზანი მცნებისა ის კი არ არის ვინ ვისზე მეტია, ვინ ვის უფრო კარგად ესმის, ან ვინ უფრო ბევრ სასწაულს მოახდენს, ან უფრო დიდ სულიერების კიბე, არა, ერთია მცნების მიზანი. მცნება ნიშნავს სარწმუნოებას, სიყვარული. წმინდა გულით, რაც ვილაპარაკეთ, გულში არ იყოს არავითარი ზაკვა, წრფელი სინდისი, რომ მე შენს წინაშე, აი შენ მე და შენ ერთმანეთის წინაშე უნდა ვიყოთ სუფთა სინდისით, რა. მე არაფერი უნდა მქონდეს დამალული შენგან და შენ ჩემგან, როგორც ურთიერთობთ მე და შენ, წრფელი უნდა იყოს, რასაც გელაპარაკები, ის უნდა იყოს ჩემს გულში, ხომ ასეა? თორე ტელეფონზე სხვა გელაპარაკო და გულში სხვას ფიქრობდე, ეს ხომ არ არის წრფელი სინდისი. და მესამე, უპირფერო რწმენა. ისა დღეს რაც ვილაპარაკა, ხო? უპირფერო რწმენა, უპირფერობა რას ნიშნავს? თვალთმაქცობას, მოჩვენებას, ხო? აი რა ჩვენ დღეს გჭირს რომ აი გადამიღე სანთელს რო ვანთებ, ან რამე ესეთები, ხო? ხო? ნუ რაც საშინელებულება ჭირს დღეს ადამიანებს, ხო? რომ უნდა გამოჩნდეს, ხო? ეს პავლე ამბობს რომ სიყვარული აი ამ სამი რამით, წმინდა გულით, წრფელი სინდისით და უპირფერო, არათვალთმაქცური რწმენით და ზოგიერთებმაო ეს დაივიწყესო და ამიტომაცო ჯულის მოძღვრობას წადიათ მათო და რაღაცებს თეორიებს აყალიბებენ, ამტკიცებენ და არც ის ესმით, რას ამბობენ და არც ის, რასაც თავად ამტკიცებენ. ეხლა ეს რაც ნიშნავს, უყურეთ, ბიბლია კი მე მოუტანე მა და აქვთ, მაგრამ ძველი აღთქმა, მაგრამ რჯულიერად, სწორად რომ არ უდგებიან ამ ბიბლიას, ვერ იგებენ ვერც ბიბლიის შინაარს, ძველი აღთქმის შინაარს და ვერც იმას, ისიც არ ესმით, თვითონ რას ამტკიცებენ, გესმით? ეხლა რა არის ეს? ნახეთ, ხოლო ჩვენ ვიცით რომ რჯული კეთილია, თუ კი ვინმე რჯულიერად მოიხმარს მას. რჯული კეთილია, თუ ვინმე რჯულიერად მოიხმარს მას. რჯული რას გულისხმობს? რას ნიშნავს რჯული? რომელს? ამ შემთხვევაში რას ნიშნავს? რჯული, ძველ აღთქმას, ხო? მოსეს რჯულს. რჯული კეთილია, პავლე ამბობს, თუ ვინმე რჯულიერად მოიხმარს მას. რჯულიერად მოხმარება რჯულის რას ნიშნავს? ეს არის კონკრეტულად რას? როგორ უნდა გაიგოს სწორად რჯული? კონკრეტულად სწორად შესრულება რჯულის. აი იმ 613 მცნების სწორად შესრულებას? არა, აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს რჯულის შესრულება რჯულიერად, რას ნიშნავს? მოდი გავაგზავნოთ საკითხო და თვითონ აგვიხსნის პავლე. უყურეთ. რადგანაც გვესმის რომ რჯული მართლისთვის კი არა დევს, არამედ ურჯულოთა და ურჩთათვის, უღმერთოთა და ცოდვილთა, კრეხელთა და ბილწთა, დედმამის მკვლელთა და კაცის მკვლელთათვის, მეძავთა, მამადმთავალთა, კაცის გამყიდველთა, ცრუთა, ფიცის გამტეხთა და ყველა სხვათათვის, რომელიც თავიანთი ქცევით ეურჩებიან ჯანსაღ მოძღვრებას. რჯულიერად გაიგო ნიშნავს რომ შენ მან შეგაცნობინო შენი დაცემულობა. გესმით? რჯულის შესრულებაც იმიტომ იყო საჭირო რომ შენ უნდა სცადო მისი შესრულება, მაგრამ რომ ვერ ასრულებ, რჯულმა უნდა შეგაცნობინოს რომ შენ თუ არ გამოგიხსნა ვიღაცამ, შენი საშველი არ არსებობს. აი ეს არის რჯულის ხო, შენ ვერ იხსნი შენს თავს. რჯულის რჯულიერად გაგება, აი ეს არის, ხოლმე და მხოლოდ ეს. გასაგებია? ეს პავლე ბევრგან ლაპარაკობს ამობს. რომელთა მიმართ ეპისტოლეშიც ღვამობს რომ რჯული განაც ცუდია, პავლე ამობს. რჯული კარგია და კეთილია, ოღონდ თუ გესმის რისთვის არის მოცემული რჯული. გესმით? ეს შეცდომა დღესაც არის ჩვენს ეკლესიაში. მორწმუნეებს ეკლესიაში არა, ეკლესიას სწორი სწავლება. ესაც არის, დღესაც არის. და როგორ? მაგალითად ადამიანს მიაჩნია რომ ამ წესებს თუ დაიცავს ცხონდება. ასეა? ან ვინმე შეუძლია ყველა წესების დაცვა? შეუძლებელი. აბა ხსნა ვისგან არის? იესო ქრისტესგან. მისი მსხვერპლისგან არის ხსნა.
რადგან მან გამოგვიხსნა ამ დანაშაულისგან, ამიტომ ვარ გამოხსნილი. აი ამას ამბობს პავლე და ეს რაც მე ჩამოთვალე, რჯული ურჯულოთათვის არის რჯულიო. რას ნიშნავს რომ ურჯულო კაცმა უნდა იმ რჯულს რო წაიკითხავს და წერია რომ მაგალითად არა იცრუო, ხო წერია? კაცი დამისახელეთ, ვისაც არ მოუტყუებიათ. გიწევს ხო? წერია მაგალითად არა იმრუშო, ხო? იმ რჯულში. დამისახელეთ ადამიანი, ვისაც ფიქრი მაინც არ გაუულია რამე ასეთ. არ არსებობს ხო ეგეთი ადამიანი? არ გშურდეს შენი მეზობლის მაგალითად. არსებობს ეგეთი ადამიანი, ვისაც ეს არ დამართვია? ხო, ანუ რჯული რო გეუნება რომ თუ ამას შეასრულებ ცხონდები, შენ ვერ ასრულებ, რას უნდა რომელ დასკვნამდე უნდა მიხვიდე? რომ შენ თავად შენი თავის ცხონება არ შეგიძლია. აი, რჯულიერად გაგება ამას ნიშნავს. აი ამას ამბობს პავლე. შესრულებაში სჭირდება დახმარება, მარტო შენ იმ შესრულებაშიც უნდა შეგაცნობინოს. რჯულის დანიშნულება ის არის რომ ქრისტემდე მიგიყვანოს. გესმის? რჯულის თავი შეგაცნებინოს რომ შენ მიხვდე რომ ქრისტემ თუ არ გამომიხსნა მე, რაღაცა ღვთაებრივმა მსხვერპლმა თუ არ გამომიხსნა, მე არ შემიძლია. და ძალიან ცდება და დიდ შეცდომაშია ის კაცი შესული, ვინც დღეს ამბობს რომ მე შემიძლია ყველაფრის შესრულება. აგეთი კაცი არ არსებობს ეგეთი კაცი, ხო? ასე. ხო, და ეს ცოდვები რაც მე ჩამოვთვალე, აქ რო წერია რჯული არის უღმერთოთათვის, ცოდვილთათვის, მეძათომათავ 10 მცნების ცოდვებია ზუსტად ჩამოთვლილი. 10 მცნება იწება ღმერთი გწამდეს, იყოს შენთვის ხოლმე ერთი ღმერთი, შემდეგ არა იპარო, არა იცრო. აი ეს ცოდვებია ჩამოთვლილი და პავლე ბოდისაც ამბობს რომ თანა ასენიო არესმითო, ვისაც არესმის რჯული რისთვის იყო მოცემულიო, ეურჩებიან ჯანსაღ მოძღვრებას, რომელია ჯანსაღი მოძღვრება? სახარების მოძღვრება. რომელიც მომენდომეო თანახმად ნეტარი ღვთის დიდებული სახარებისაო. ანუ ნეტარმა ღმერთმა მე მომანდო ამ სახარების გადაგებაო. და შემდეგ პავლე ნახეთ რას აკეთებს? აი ეს ხო ჩამოთვალა რომ რჯულმა უნდა შეგვაცნობინოს ჩვენი ცოდვა. შემდეგ თავის მაგალითზე ლაპარაკობს. აი მეო, ჩვენ ხო ასე ვიცით ხოლმე, რაღაცას ყვები და მე ვამბობთ რომ აი მე დამემართა ეს. აი ჩემ მაგალითზე გეტყვი, ხო? ხო ამბობთ ხოლმე ეს, აი მე შემემთხვა. და პავლე ამბობს, მეო, უწინ ვიყავი მგმობელი, დევნელი, მაგინებელი, მაგრამ შეწყალებული ვიქმენ, რადგანაც ასე ვიქცეოდი უმეცრებით ურწმუნოების გამო. ხოლო მადლმა უფლისა ჩვენისა უფრო მეტად იმრავლა ჩემში რწმენით და სიყვარულით ქრისტე იესოს მიერ სარწმუნოა და ყოველგვარი შეწყნარების ღირსია სიტყვა რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად ცოდვილთა სახსნელად, რომელთაგან პირველი მე ვარ. მაგრამ იმიტომ ვიქმენი შეწყალებული რომ იესო ქრისტეს ჩემი სახით პირველად ეჩვენებინა მთელი დიდსულოვნება, რათა ნიმურში ვყოფილიყავი მათთვის, რომელიც მერმის ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის. და პავლე ამბობს რომ მე ვიყავი მდევნელი, მაგინებელი, უარმყოფელი არ მესმოდა, მაგრამ ქრისტეს მადლით შეწყალებული ვიქმენი მე, იმიტომ რომ მაგალითი ვყოფილიყავი ყველა ცოდვილისთვის, ვინც ამის შემდეგ ირწმუნებს ქრისტეს და მოიქცევა მისკენ. კითხვა ისმის ასეთი. პავლემ დაიმსახურა ის, რაც მის თავს მოხდა თუ არ დაუმსახურებია? არა. რა თქმა უნდა არ დაუმსახურებია. ამას ამბობს პავლე. აი ასე, ღმერთის საჩუქარი იყო ის, რომ ბატონო არ ჩვენ, მაგრამ პავლე თავის თავზე ლაპარაკობს. მე ასეთ მძიმე ცოდვაში ვიყავია, რომ კლავდა სტეფანე რო ჩაქონეს, სტეფანე პირველი დიაკონი, თვითონ იქ იყო სიკვდილში, ხო, მაგრამ ღმერთის გმობელის მოკლა იყო რჯულში რომ შეიძლებოდა. და ეს სტეფანე მიაჩნდა რომ ღმერთის მგმობელია. და როცა ქვებს ესროდნენ სტეფანეს და კვდებოდა, პავლე იქ იდგა და ამას უყურებდა. გესმით და ამას ამბობს რომ მე აი ესე უკიდურესი ცოდვილი ჩემი ურწმუნოების და უმეცრების გამო ღმერთმა მოიღო მოწყალება და გამომიხსნა და დამაყენა სწორ გზაზე. ხედა? ახლა რაც ამბობს, აი მადლით ხარ გამოხსნილი. ქრისტეს მადლმა გადაარჩინა პავლეც იმ თავისი ცნობილებისგან. და ეუბნება მე-18 მუხლი. ამ ცნებას შეგავედრებ შენ შვილო ტიმოთე. იმ წინასწარმეტყველებათა თანახმად, რომელიც შენთვის იღებენ დასაბამს, რათა იომო კეთილი ომით. ამ ცნებას შეგავედრებ შენ, რათა იომო კეთილი ომით. რომელ ცნებას? რომ
მადლით ხართ გამოხსნილი. ესაა მთავარი მცნება, გესმით? ღმერთის სიყვარულმა გამოგიხსნათ. ეს რათა ეს შეიცნო, რომ მადლით ხართ გამოხსნილი და იომო კეთილი ომი. კეთილი ომი რომელი ომია? რომ მე ჩემი ცოდვების შეცნობით მოვდივარ აქ. ეს არის კეთილი ომი, გესმით? ომი ის კი არ არის, რომ მე ახლა 1000 მეტანიას გავაკეთებ და გავივსები მადლით. ეს კი არ არის კეთილი ომი. ან წირვას არ გამოვტოვებ არც ერთს და წმინდანი გავხდი. ეს კი არ არის კეთილი ომი. კეთილი ომია, რომ მე განცდა მაქვს ჩემი უძლურების, ჩემი სულიერი სიგლახაკის და ამიტომ მოვდივარ, რომ ღმერთო იქნება შენი მადლით მაცხოვნე. აი ეს არის კეთილი ომი. გესმით? ბატონო? შენ თავთან როძლიო შენ თავში. რო შენს თავში ძლივ ამპარტავნებას. რო შენს თავში ძლივ ამპარტავნებას და სულიერ გლახაკობამდე მიხვიდე, რომ შენ შეიცნო, რომ ღმერთმა თუ არ გიძხსნა და გადაგარჩინა, შენ არ შეგილი. აი ეს არის კეთილი ომი. გასაგებია? ანუ სულიერ ომში რო შედიხართ, აი ასე უნდა შეხვიდე. საკუთარი უძლურების განცდით და იმ ცოდნით, რომ მხოლოდ ღმერთის ხელშია ჩვენი გამოხსნა. ხო, იცი მე რო ახალგაზრდა ვიყავი, მე გამოგიტყდები. ახალგაზრდა ვიყავი, ძალიან ახალგაზრდა, 20, 22 წლის, 25 წლის, როცა ეკლესიაში და მე ამას მე ვერ ვიგებდი ხოლმე. გამოგიტყდები. რატო ვერ ვიგებდი, იცით? ამპარტავანი ვიყავ. როგორ? ხო, ვერ ვიგებდი, იმიტომ რომ ერთხელ ხო მithქვია კიდევ თქვენთვის მithქვამს კიდევს, რომ ერთხელ მოხუცი ეპისკოპოსის წერილი შემხვდა რომელიღაც ცნობილი ეპისკოპოსის და წმინდანია მგონის კაცი და სიცოცხლის ბოლოს მოხუცებულობის დროს წერს, რომ ღმერთო, ვერაფერი ვერ შევძელი შენს წინაშე. ვერაფერიო. აი როგორ მინდოდა, როგორ ვცდილობდი. მე ვკითხულობდი ეს ამპარტავანი ახალგაზრდა ბიჭი 22 წლის თუ რაღაც და ფიქრობდი, რას წერს მეთქი ხე ეპისკოპოსი მეთქი. შეიძლება ეპისკოპოსმა ეს დაწეროს, რომ ვერაფერი ვერ შევძელი და 100%-იანია რასაც წერდა. დღეს შემიძლია მეც იგივე ვთქვა, რომ ვერაფერი მე ვერ შევძელი შენ ის რაც დამსახურება იქნება შენ წინაშე. გესმით? აი ეს არის კეთილი ომი. აი ასე უნდა გვესმოდეს ჩვენი სარწმუნოება. ნახეთ და კონდეს რწმენა და წრფელი სინდისი ისევ იმეორებს. რაც უარყო ზოგმა და მარცხი განიცადა რწმენის წიაღში როგორც ხომალდმა ზღვაში. აი თუ შენ უარყავი სიყვარული ცხოვრება, წმინდა გული და წრფელი სინდისი ცხოვრება სარწმუნოებაში, იცოდე რომ აუცილებლად აცდები იმ კურსს, აი გემი თუ შევიდა იმეებში, აისბერგებში, ხო აუცილებლად დაილეწება. აი შენც თუ აცდი ამ სიყვარულის, წრფელი სინდისის და რწმენის კურსს, აუცილებლად დაილეწები ამ რწმენის ზღვაში და შენ ვერ მიაღწევ მიზანს. როგორც მაგალითად, ნახეთ რა სამოს, როგორც მაგალითად ჰიმენეოსმა და ალექსანდრემ, რომელიც გადავეცი სატანას, რათა ისწავლონ, რომ გადაეჩვიონ გმობას. ვიღაც ჰიმენეოსი და ალექსანდრე არიან, როგორც ჩანს, იმ ეფესოს სამრევლოში, რომლებიც ასე ფილოსოფოსებენ და ზღაპრულ რაღაც მოძღვრებას მიყვებიან და გზას ურევენ მორწმუნეებს, არწმუნებენ იმაში, რაც არ არის ბიბლიის სწავლებაში და პავლე ამბობს, რომ სატანას გადავეცი ისინი, რაც ნიშნავს სატანას გადავეცი? მე მოვკვეთე ისინი სამრევლოდან, რათა ამ დასჯის გამო გადაეჩვიონ გმობას. ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლეში, ნახეთ, უფრო მეც გვეუბნება პავლე, მეორე ეპისტოლის მეორე თავის მე-16 მუხლია. რადგან ბილწ ფუჩ სიტყვაობას ერიდე, რადგანაც უფრო გაღრმავდება მათი უღმერთოება. და სიტყვა მათი როგორც კიბო ამბობს, სიტყვა მათი, აი სრულსწავლების სიტყვა, როგორც კიბო საძოვარს პოვებს სულებში, როგორც მაგალითად ჰიმენეოსისა და ფილეტოსისა, ანუ ახსენებს კიდე იმ ხალხს, რომლებიც განუდგნენ ჭეშმარიტებას და ამბობენ, რომ აღდგომა უკვე იყო, ამგვარად წმენას უხშობენ ბევრს ზოგიერთს რა. ნახეთ რა ამბობს? ეს ვიღაც ფილეტოსი და ჰიმენეოსი თურმე ამბობენ, რომ აღდგომა უკვე იყო, კაცო მომავალში არავითარი აღდგომა არ იქნება. ხო, მეორედ მოსვლის აღდგომას უარყოფენ და ამბობენ, რომ აღდგომა უკვე იყო. ახლა გეტყვით რა ნიშნავს ეს და თავარი რა არის, იცით, როგორც კიბო ისე მოედებაო, აი ეს სრულსწავლებაო და ბერძნულში წერია განგრაინა.
განგრენა, აი სნეულება, რომელიც ალპობს ჭამს და იზრდება. განგრაინა არის აი ამ სიბოს, სირსვილის, კიბოს ადგილას ნახმარი. გესმით? ხო და ამიტომაც საშიშია სარწმუნოებრივ წიაღში ცრუ სწავლებანი. იმიტომ ყოველთვის აღმოჩნდება სუსტი ისეთი ადამიანი, ვინც ამას მიიღებს და როგორც კიბო მერი ისე ჭამს და განკურნება მერი შეუძლებელია, ყვდება. ის გამობრუნება ხშირად შეუძლებელი, იმიტომ შეიძლება შეიპყროს ამ. ამიტომაც ამბობს პავლე. ამიტომ განგრენიან ფეხს რას უშვებიან მედიცინაში? მოკვეთეთ. პავლეც ამბობს, რომ ამიტომ მოუკვეთეო ეგენიო მეო. ჰიმენეოსი და ალექსანდრეო სატანას გადავეცი, ანუ მოუკვეთე კრებულიდან, რომ აი ამ კიბომ არ დაასნეულოს ეკლესიის სხეული. აღდგომა უკვე იყო, რაც გულისხმობს იცით რომ აი ეს რაც ვახსენეს ბერძნული ფილოსოფიური და გნოსტიკური აზროვნება, ისინი ამბობდნენ რომ ეს ყველაფერი უნდა გავიგოთ ეს ქრისტეს სახარება, უნდა გავიგოთ სიმბოლურად. აღდგომა, აი როცა ჩვენ ვიწამეთ ქრისტე, მაშინ აღზრდებით უკვე. აღდგომა მაშინ მოხდა. ანუ ეს უნდა გავიგოთ სულიერ კატეგორიაში, ისინი სულიერად უნდა გავიგოთ. რეალურად კი არ მოხდება თქვენი აღდგომა, ისინი უნებიან. თქვენ მოკვდებით და გაქრებით. არამედ აღდგომა თქვენი ახლა მოხდა, რომ ბერძნულ აზროვნებაში, ბერძნულ მითოლოგიაში სული იყო უკვდავი. და ის დროებით იყო მოწყდეული ამ ციხეში, რომელსაც ქვია სხეული. სული სადაც თავარია ჩვენში, ხო და ის სული აღდგა უკვე, როცა ჩვენ ქრისტე ვიწამეთ და რომელ აღდგომაზე ლაპარაკობთ? გესმით? არა და აღდგომა თუ ჩვენ უარყავით სახარებაში, არაფერს აზრი აღარ აქვს მაშინ. ხო, აი ეგ იყო, აი ის კიბო, ის სირსვილი, ის კიბო, ზუსტად ეგ იყო, რომ იმათმა თავიანთი სწავლებანი, ეს მითოლოგია, გნოსტიკური შეხედულებები, ეს ლეგენდების ზღაპრები შეურიეს და უკვე კიბოსავით საშიშროებას უქმნის თელ ამ სახარების სარწმუნო სხეულს. აი ამაშია საქმე. აი ეს არის ნათქვამი აქ. შემდეგ ეუბნება მეორე თავიდან. ხოლო უწინარეს ყოვლისა მოგიწოდებ აღასრულო ლოცვანი, თხოვნანი, ვედრებანი და მადლიერებანი ყველა კაცისთვის. პავლე ამბობს რომ ლოცვა, მადლიერებით ლოცვა არის უმთავრესი. მეფეთა და ყველა მთავართათვის, რათა მშვიდად და უშფოთველად ვიცხოვროთ მთელი ღვთისმოსაობითა და სიწმინდით, მთელი ღვთისმოსაობით. ნახეთ, პირველად უკვე ამბობს ღვთისმოსაობით და სიწმინდით. რადგან ეს კეთილად და სათნოდ უჩანს მაცხოვარს ჩვენსას ღმერთს, რომელსაც სურს რომ ყველა კაცი ცხონდეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას. რადგან ერთია ღმერთი და ერთია შუამდგომელი ღმერთსა და კაცს შორის ქრისტე იესო. ამბობს რომ ამიტომაც ილოცე ყველასთვის. მიუხედავად იმისა რომ ჰიმენეოსი და ის ალექსანდრე გადავეცი სატანას, ყველასთვის ილოცე მაინც. ილოცე მეფეებისთვის, იმპერატორისთვის, უღმერთო ბრძანებლების ყველასთვის ილოცე, იმიტომ რომ შენ არ იცი ვის როდის მოუხმობს და დაუძახებს ღმერთი. და ამბობს, რადგანაც მას სურს რომ ყველა კაცი ცხონდეს და ეზიაროს ჭეშმარიტებას შემეცნებას, რადგან ერთია ღმერთი და ერთია ვინო? შუამავალი ღმერთსა და კაცს შორის ქრისტე იესო. და წმინდანებს რა უყოთ? ხომ მეხობე რომ თუ ქრისტეა შუამავალი, წმინდანები მსახურები არიან ქრისტეს. როგორ? ჩვენსა და ისინი ქრისტესა და ჩვენ შორის. ჩვენ შორის შუამავლები არის, შუამდგომლები არის. არა, მაინც კი ეგრეა თქო, ისინი მლოცველნი შეიძლება თქვათ რომ ჩვენთვის მეოხნი მლოცველნი არიან, მაგრამ მამა ღმერთ ხო, მაგრამ მამა ღმერთთან ჩვენი შუამდგომელი არის ერთი ქრისტე იესო. იოანე ღვთისმეტყველი ამას ამბობს შემდეგ თავის ეპისტოლეში, რომ მას ადვოკატს ეძახის, ჩვენი ადვოკატიაო, ჩვენი სველი, ხო, ჩვენ ხო არ გვესმის მამა ღმერთს როგორ მივმართოთ, როგორ ველაპარაკოთ, როგორ ამიტომ შუამდგომელი გვჭირდება ჩვენთან. ეს შუამდგომელი არის ქრისტე იესო. ბატონო? ღმერთი კაცი და აი იობის წიგნში როა ხო ბერჯერ გითქვამს ხომ ეს იობი როცა ტანჯვაშია იობი ერთ-ერთი უცნობილესი ადგილია რას ამბობს იობი რომ არ ამყავს კაცი რომ მე და ღმერთსო მას ხო ვერ გაუგია ღმერთი რატომ სტანჯავს ესე რატომ მოევლინა ეს სტანჯვა იმიტომ რომ მართალი კაცი იყო იობი თავისი მისი და ადამიანური გაგებით ხო და მას ვერ გაუგია ღმე და ღმერთი მინდა რომ წავიდეთო სასამართლოშიო
მე და ღმერთიო რომ გავარჩიოთ ჩვენი საქმეო კაცო რატო ვიჯები მე ესეო რას მე დავებაო ხო უნდა მითხრას ხო რას მე დავებაო ღმერთ ხო უნდა მითხრასო ნახეთ როგორ სიტყვას ამს მაგრამ კაცი არ ამყავსო რომ მეც მომკიდოს ხელი და მასაცო ღმერთსაცო და ორივე სასამართლოში წაგვიყვანოს და ვინ არის ის რომელსაც ღმერთსაც მოკიდა ხელი და კაც ქრისტე იობი წინასწარმეტყველებს ქრისტეზე რომ ყავდეს ისეთი ვისაც კაცისაც ესმის და ღმერთისაც ესმის მაშინ შველა მოიდოდა ჩემთან რომ ჩემიც ესმოდეს და ღმერთიც ესმოდეს და ესეთი იყო მხოლოდ იესო ქრისტე რომელიც არის ერთი ნამდვილი შუამდგომელი ღმერთსა და კაცს შორის აი როცა ჩვენ გვიჭირს აი ეს უნდა გვახსოვდეს მე გამოგიტყდებით რომ მე ყველაზე მეტს ქრისტეს ვევედრები ხომ მე წმინდანებს ძალიან ცოტა პატივს ვცემ ხანდახან ვახსენებთ როგორც მაგრამ ჩემი მთავარი შესაძლებელი არის იესო ქრისტე რატომ იმიტომ რომ მან როგორც ღმერთკაცმა ყველაზე კარგად იცის ჩემი სატანჯვე თქვენიც ხო ის ადამიანი იყო თავადაც და ამიტომაც მას ყველაზე მეტად შეუძლია მამის წინაშე გუშუანგოს აი ჩემი საყვარელი ლოცვა მინდა თქვენს გასწავლოთ რომ მე ქრისტეს ვთხოვ ხოლმე რომ როგორც მამა ღმერთმა გამოგაგზავნა ჩვენთან ჩვენ სახსნელად ასევე ჩემის ამბავი ჩემი გაჭირის ხზაჭირიც წაიღე მამა ღმერთთან რომ მიშველოს მე რომ ქრისტე ამბობს რომ რასაც თხოვთ მამას ჩემი სახელით ყველაფერს მოგცემთ მამა ანუ რას ნიშნავს რომ ქრისტე არის შუამდგომელი შუამავალი ჩვენი ხიდი არა ხო თქმა უნდა რასაც თხოვთ მამას ჩემი სახელით ყველაფერს მოგცემთ თქვენ ხო ხო და როგორი მნიშვნელოვანია აი ამას იმეორებს პავლეც რომ ერთია შუამდგომელი ღმერთსა და კაცს შორის ქრისტე იესო რომელმაც თავი მისცა ყველას გამოსასყიდად რათა ემოწმებინა თავის დროზე რომელსაც დადგინებული ვარ მე ქადაგად და მოციქულად ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში არა ვცრუობ წარმართა მოძღვრად რწმენით და ჭეშმარიტებით ნახეთ რას ამბობს რომელსაც მე დადგინებული ვარ ქადაგად და მოციქულად თან ამბობს არ ვცრუობ ხო იცოდეთო ჭეშმარიტებას ვამბობ ხო რატო ვამბობს ამას იმიტომ რომ პავლეს თავიდან ჰქონდა პრობლემა მოციქულებთან იმიტომ რომ ის არ იყო 12 თაგანი ის იყო მდევნელი ის იყო ქრისტიანთა მტანჯველი როცა გამოჩნდა ეს იერუსალიმში ძალიან ეჭვით თვალით უყურებდნენ მას იმიტომ რომ ვინ არის ეს პავლე ხო სანამ დარწმუნდებოდნენ ამიტომ ამბობს რომ პეტრესთანაც იაკობთანაც ჰქონდა ეს ხო და შემდეგ ამბობს რომ არავცრუობ ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში წარმართა მოძღვრად დამადგინა ღმერთმაო რწმენით და ჭეშმარიტებით ამბობს იგი ამრიგად მსურს რომ ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაყოფდნენ თავიანთ წმინდა ხელებს ურისხველად და უყოყმანოდ ნახეთ პავლე ცალკე ამბობს სურს რომ ყველგან ლოცულობდნენ კაცები ქალები უფრო მეტი ლოცულობენ თუ კაცები ჩვენთან როგორ არის ქალები ესეა მიღებული რომ კაცმა საქმე უნდა აკეთოს და ქალმა უნდა ილოცოს ქალის საქმეა ლოცვა არის ამბობს პირველად პავლე ამბობს რომ სურს რომ ყველგან კაცები ლოცულობდნენ და აღაპყობდნენ თავიანთ წმინდა ხელებს წმინდა ხელები რას ნიშნავს წმინდანები არიან ის კაცები უცოდველი ხელები აი რა კარგია უცოდველი ხელები სურს რომ კაცებს უცოდველი ჰქონდეთ ცხოვრება ხელები ხო ჩვენ საქმეს განასახიერებს აი ამ წმინდა საქმით ცხოვრობდნენ და ამ ხელებს აღაპყობდნენ კაცები ლოცვის დროსო მინდა შემდეგ ამბობს ასევე ქალებიც ღირსეულად შემოსილნი კდემით და უმანკოებით იმკობდნენ თავს არა თმაწნულობით არა ოქროთით თუ მარგალიტით ანდა ძვირფასი სამოსით არამედ კეთილი საქმით როგორც შეშვენის ქალებს რომელსაც თვით ღვთისმოსაობას მიუძღვნეს თავი ასევე ქალებიცო სურსო რომ ღირსეულად იყვნენ შემოსილნიო არა იმითი რასაც ქალები პირველ რიგში იმოსებიან ხოლმე ხო ქალს ხო გარეგნობა ძალიან მნიშვნელოვანია ქალისთვის ხო არა თმაწნულობით არა ხამკაულებით არა ჩაცმულობით არამედო კეთილი საქმით როგორც შეშვენის ქალებს რომელთაც ღვთისმოსაობას მიუძღვნეს თავი ერთ ჩემს ახლობელს უთხარი მე აი საყურე რო გიკეთია მე ქალს ეგ რა არის ღვთისმოსაობის თვალსაზრისით მეთქი
თქვენც როგორ გონიათ საყურე რო უკეთია ქალს ძალიან ლამაზი საყურე. აი ღვთის მოსაობის კუთხით რო შევხედოთ, რა არის ის საყურე? აი, ახლა მე ხო ვთქვი რომ აი ეს წყალი მე რო შევსვავ ცივ წყალს არის მადლი ღვთისა, რომელმაც მაცოცხლებს. როგორც ეს წყალი მაცოცხლებს მე ხორციელად, ღვთის სიტყვა მაცოცხლებს სულიერად, ხო? პურს რომ მოაწოდიან გემრიელ პურს და იმას მივიღებ? რა არის პური? მხოლოდ პურია? ის არის ჩემთვის ქრისტეს სიმბოლო, რომელიც ზეციდან ჩამოსული პურია. ეს თუ მე ხორციელად მაცოცხლებს, ქრისტეს სიტყვა ზეციური პურია. აი საყურე რას ნიშნავს? როგორ არაფერს, ყველაფერი რაღაცას ნიშნავს. რა თქვა? უნდა გიყვარდეს, მაგრამ ღვთის მოსაობით უნდა გიყვარდეს. ღვთის მოსაობით. აი სიტყვა ღვთისა, რომელიც ყურზე მოხვდება და ჩამოგეკიდება და არ გინდა რომ მოიშორო. ზოგი ქალები საყურეებს ძირს არ იშორებენ, ხო? აი ღვთის სიტყვა დღეს რომ მოისმინეთ სახარი წირვაზე. აი ესე საყურესავით უნდა გქონდეს და არ მოიშორო არასდროს. გაიგე? გესმით? არა, ქალები ბევრი არის ის. ბევრი არის, მაგრამ მე რას ვამბობ, აი მე მინდა ნენელასთან, ნენელა აგიხსნათ ღვთის მოსაობა რას ნიშნავს, გესმით? ღვთის მოსაობა ამას ნიშნავს. აი პავლე რო ამბობს თმაწნულობითო, ის თავსაბურავი ქალის თავის. მხოლოდ თავსაბურავია? არა. არა არის. თავდაბლობის სიმბოლო. თავდაბლობის და მოკრძალების ხო, ზუსტად მაგას მოგზალების ღვთის წინაშე პირველ რიგში ღვთის წინაშე მოგზალები, იმიტომ იხოვენ თავზე ქალები ლოცვის დროს, რომ ეს არის მოგზალების სიმბოლო, ხო, თავსაბურავი. ახლა მისი რა ქვია იმას, დუდურიფასეს შალე, ჰერმესის შალები ხო უყვართ ქალებს მაგალითად, ხო? მეც ვიცი, ხო ხედავთ. ხო და ხო, კაცებს ჯიბები უყვართ. ხო და მაგრამ ის თავსაბურავი უნდა პირველ რიგში უნდა იყოს მოგზალების სიმბოლო, რომ მე ღვთის წინაშე მოგზალებით თავს ვიხრი და ამ ჩემ ლამაზ თმებს მალავ იმ დროს, იმიტომ რომ იქ არ არის ამის დრო, გესმით? აი ხო, იუდაოში იქ არის. აი მე რას ვამბობ, ის თქმა მინდა რომ ღვთის მოსაობა ეს რაღაც ჰაერზე აბსტრაქტული მცნება კი არ არის, ჩვენს ცხოვრებაშია. ჩემ შვილს ვკითხე, მამა მეთქე, მას ველაპარი, აინტერესებს ძალიან ეს და აი ღვთის მოსაობა მეთქი და მე ესე თამაში დავიწყეთ, რომ აი რას ნიშნავს. ხო და მას ვკითხე, რომ აი საღამოს დაღელი რომ მოხალ ვარჯიშიდან და ლოგინში რომ დაწვევი მეთქი. ეს ლოგინი ღვთის მოსაობაში რას ნიშნავს? მადლია. რას ნიშნავს? მადლია. ანუ პატივი. ანუ აი ხო ყოფილა ხოლმე რომ ძალიან დაღელი ხარ და აი გრილ ლოგინში დაწვევი და აი უნეტარესი განცდა. ხო აი დაღელი ამ გრილ ლოგინში რას ნიშნავს? ეს ნიშნავს საბოლოო განსვენებას. რომ მოვა დრო, როცა არასდროს აღარ დავიღნებ. როცა უფალი საბოლოოდ დაგვასვენებს ჩვენ, ხო? ჩვენ ახლა ვიცით რომ მეორე დღეს ისევ უნდა ავდგეთ, ისევ წავიდეთ სამსახურში, ისევ დავიღალოთ, მაგრამ აი ეს განსვენება ის რაღაცა რამოდენიმე წუთი, რასაც ჩვენ დაძინება უნდა გრძნობთ, არის სიმბოლო იმ საბოლოო განსვენების, როცა უფალი ყველანაირად დაგვასვენებს ჩვენ. გესმით? ისე როგორი წარმოსადგენია, რომ მთელი ცხოვრება შრომობ, რაღაცებს აკეთებ და იქ რო ახვალ თუ მოხდი ხა. ხო. უსაქმურად რო იქნები და სულგონია რომ უსაქმურად არ იქნები, ღვთის დიდებაში იქნები. ხო და აი აი ასე უნდა შევხედოთ, თქვენც იფიქრეთ ამას. ეხლა უყურეთ ქალებზე ეს ყველაზე ერთ-ერთი კრიტიკული ადგილი, როცა ქალებზე ლაპარაკობს პავლე და ჩვენას სწორად გავიგოთ ეს ადგილი. ნახეთ? ქალი სწავლობდეს მდუმარეთ. სრული მორჩილებით. ხოლო მე არა ვთავ ქალს სწავლების ნებას და არც ქმარზე ბრძანებლობისას, არამედ რათა იყოს მდუმარი. რადგანაც პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა. და ადამი კი არ შემცდა, არამედ ქალი შეცდა და რჯულს გარდახდა. თუმცა მაინც სხონდება იმის წყალობით, რომ შვილებს გააჩენს, თუ იქნება რწმენაში, სიყვარულსა და სიწმინდეში კდემით. და ესეთი ცოტა ესეთი ადგილია გაუგებარი, აი თქვენ რომ ნახოთ განმარტებები, ხომ? ამ ადგილის უამრავნაირად ესმით, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ პავლე
ქალებს ამცირებდეს, ან მეორე ხარისხოვნად ვნებს, ხომ ასე არ არის, ხო? იმიტომ რომ სხვა ადგილებში ქალებს ახსენებს პავლეს სხვაც უცხანაირად, ხო? აი ივე ტიმოთეს წერს, რომ მახსოვს შენი დედა და შენი დიდედა, როგორი დიდებული ადამიანი, როგორი დიდებული ხო, მაგრამ რას ამბობს აქ პავლე? ქალი სწავლობდეს მდუმარედ, სრული მორჩილებით, ხოლო მე არ ვთავ ქალს სწავლების ნებას, რომ ის მასწავლებელი იყოს ეკლესიაში და არც ქმარზე ბრძანებლობის ნებას, რათა იყოს, არამედ რათა იყოს მდუმარე. ყველაზე კრიტიკული სიტყვა აქ არის ქალი იყოს მდუმარე. რო ეს მარინაზე ხო, მაგრამ სწორად უნდა გვესმოდეს, აი, სწორად, ეს არის საუკეთესო ადგილი, როცა ჩვენ ბატონო, კაცებმა, რა თქმა უნდა, კაცებმა უნდა გაიგონ სწორად და ქალებმაც. ნახეთ, ჩვენ ახლა აქ რომ ვკითხოთ მდუმარეთ, ჩვენთან ეს მდუმარეთ ნიშნავს რომ გაჩუმდი. შენ ულაპარაკო, შენ ხმას ნუიღ, ხო მას ნიშნავს. აი ასე გვესმის მდუმარეთ, მაგრამ პავლე ამ სიტყვას ახმარობს. აი თარგმანის პრობლემა ხშირად ძალიან ის არის ფაქიზი თემა. პავლე აქ სიტყვას ხმარობს, ეხლა როგორ იყოს მდუმარეთ და ისწავლოს მდუმარეთ, პავლე ხმარობს სიტყვას ჰესიხია. ჰესიხია არის სიტყვა, რომელიც აღნიშნავს მდუმარებას ბერძნულ ენაში. ჰესიხია რას სად არის კიდე? ჰისიხასტები რო არიან. ჰისიხასტები რას აკეთებენ? მაგრამ ეს მდუმარება, ის მდუმარება რო ხმა არ ამოიღონ მათ თუ რა, ამ მდუმარება შინაგანის არა. შინაგანის სიმშვიდე. შინაგანი სიმშვიდე, რომელიც აი ბერძნულში ასეთ თარგმანიც აქვს ამ სიტყვას. სილაღე, აი თავისუფალი რო ხარ შენ და შინაგან სიმშვიდეში რო ცხოვრობ. ჰესიხია ამას ნიშნავს. ანუ ქალს ეუბნება რომ ქალი შვიდად იყოს. შინაგან სიმშვიდეში და შინაგან სილაღეში ეცადოს რომ ისწავლოს ის რაც ეკლესიაში. აი ამას ამბობს. გაჩუმდი ქალო და ნულაპარაკობ, ამას კი არ ამბობს პავლე. ქალებისთვის ჯობია პავლე ამბობს რომ აი ამ ჰესიხიაში, იმიტომ რომ დადუმების და ხმის ჩაყმენდის სიტყვა სხვა არის ბერძნულში. მაგრამ ეს ჰესიხია ნიშნავს შინაგან სიმშვიდეს. აი ქალს ყველაზე მეტად რაც ამკობს, ხო? რომ აი ქალი ბრძენია, ჭკვიანია, მაგრამ მას ესმის სად იყოს შვიდად, მდუმარედ და სად იყოს აქტიური, ხო? აი ესეა. ამიტომ ამბობს პავლე რომ ქალის ბუნებიდან გამომდინარე მე ვთვლი რომ მას ჯობია რომ არ ქონდეს უფლება სწავლების ეკლესიაში. აი რატომ არ შეიძლება ქალს მაგალითად ქადაგებისან ეკლესიის სწავლის უფლება ქონდეს? როგორ გონიათ თქვენ? რატომ ამბობს პავლე ამას? აი რატომ? მე ერთ ქალს ვკითხე, ერთ ქალს კი რამოდენიმე ქალს ვკითხე ეს რომ აი შენ რატო გონი? აი მე ეს ადგილი წავუკითხე ერთ ჩემ ახლობელს ოჯახის წევრს და უთხარი. აი ხა ეს შენთვის შეურაცხყოფელია მეთქი? რადგან ის თვითონაც მორწმუნეა და ეკლესიის წევრია და მითხრა რომ არაო, სრულებითაც არაო. და მეც ასე ვხედავ ჩემ თავს. თუმცა ძალიან ინტელექტუალური ადამიანია, მასწავლიც, განათლებულიც, ყველაფერი და არა მე ეს არ მაწუხებს. მე ვთვლი რომ ეს მესმისო, რასაც ამბობს პავლე მოციქული. და სწავლებაზეო რატო არ შეიძლება? იცი რატო არ შეიძლება? რატო არ შეიძლება მეთქი შენ იქადაგო მეთქი ვკითხე მაგალითად. იმიტომ რომ იცი რომ მეო ვიციო რომ აი მე რო ვინმე რამეს მომიყვებაო და მე რო სხვას უყვებიო, იმდრად ემოციური ვარ ხოლმეო. 1000 რაღაცას უმატებ ხოლმეო ამ. ხო, სუბიექტური ვხდები. ხო, შეიძლება. როგორ? შეიძლება ყველა არ იყოს მასი, ხო? შეიძლება გეთახმები, შეიძლება ყველა არ იყოს მასი. მაგრამ აიო, ჩვენ მე გეუბნები იმას, რასაც ისამობ. ძირითადათო ქალებიო ასეთები ვართო. ემოციური ადამიანები ვარ. ქალი უფრო ემოციურია. ეს განაცუდია, კარგია. და ამიტომ მე ვფიქრობ რომ აიო მე ჩემს თავს ვაკვირდებიო რომ აი ამბავსაც კი რო უყვებიო ჩემს მეუღლესო რაღაც ამბავს სამსახურში რაც მოხდა მაგალითად. იმდერამეს დაუმატებ, მიუმატებ, მოუმატებ ხოლმეო რომ ხო ის ხო ესმის და ესა ძირითადად ასეა. მე ხლა გეთახმები რომ შეიძლება ყველა ქალი ასეთი არ არის, შეიძლება ზოგი ქალი ჭადრაკს ისე თამაშობს რომ ყველა კაც მოუგებს. მაგრამ ძირითადად ქალის ბუნება ასეთია და რატო? ყველაზე მაგალითად ერთ-ერთი ძვირფასი პროფესია ქალს რაც აქვს არის მაგალითად ბაღში ბავშვების აღზრდელი.
კაცები უფრო მეტი არიან თუ ქალები ვახშალ. რატომ? მასწავლებლების რატომ? რატომ? იმიტომ რომ ქალს აი ეს ემოციურობა და ეს სითბო, ეს თანაგრძნობა რაც მას შეუძლია ბავშვებთან ბევრად უფრო გამოსადეგია, ვიდრე მამაკაცის, ხო? კაც არ ესმის ის ბავშვის. გესმით? ამიტომ ღმერთმა ამას ეს დააბერთხა, იმას ის დააბერთხა. ამიტომაც, ბატონო? მაგასაც მოიცავს, კი? გეთახმები, მაგასაც მოიცავს. კი, მაგრამ აი მაშინ ასე შევხედოთ საკითხს. ღმერთს სქესი აქვს, აბა მამა ღმერთი რატომ არის მაშინ? მაშინ მამა ღმერთი რატომ არის? ხო, ხედავ, იმიტომ რომ მამის ხატება ადამიანისთვის სხვა რამეს ნიშნავს, ვიდრე დედის. ესმის? ამიტომ მამა ღმერთია. ამიტომაც მესიაც კაცია. ამიტომაც მოციქულებიც კაცი არის, იმიტომ რომ ეს ადამიანის ფსიქოლოგიაში სხვანაირად არის, აი გერმანული შთათესილი, ჩანერგილი, ხო? გესმით? ამიტომ ეს ქალს კი არ აკნინებს რამენაირად. ან შეურაცხყოფას კი არ აყენებს. უბრალოდ ქალის ბუნებიდან გამომდინარე ეს ასია. ამიტომაც ჩვენ კაცები ვერ შევეჯიბრებით ქალებს ბევრ რამეში. იგივე ისევ ბავშვებთან ურთიერთობაში, აღზრდაში, ან საბავშვო ბაღში, ან სკოლაში, მასწავლებელობაში. ეს არის მათი ბუნების, ასე ვთქვათ, აფეთქება. იმიტომ კარგად გამოსდით, ხო მას? კაცის გამოვალეობა. დიახ. კიბერი სატანას ბევრი შეუულია ქალს უფრო, კი? მერე? ძალიან ცუდი მე. ძალიან ცუდი მე რო არ აკეთებ. არა იცით ხანდახან იცით ჩვენ არა კიდევ არის ხანდახან ჩვენ ცრუ მამაკაცურობა გჭირს რა რომ აი მაგალითად იმას ბავშვის ეტლს ვერ გააგორებს ჩემ მე ახანაკი მეუნებოდა რომ მამა ჩემს დედა ჩემისთვის ყვავილები მოხვდა გაზეთებში შეხულიყოდა რომ არავის დაინახაო ხო გესმით და ამიტომ ეს ცრუ მამაკაცურობა უნდა მოიშოროთ ეს არაფერს არ ნიშნავს ყვავილი გეჭირება ხელში თუ ისა გესმით ხო ამიტომ ხო გავიგეთ პავლე რას ამობს ქალი იყოს მდუმარედ ნიშნავს იმას კი არა რომ დუმარეთ იყოს ქალი იმას კი არ ნიშნავს რომ ქალმა ხმა ჩაკმინდოს ამას კი არ ამობს პავლე ქალი იყოს მშვიდად შინაგან სიმშვიდესი და თან სილაღეში ეს ქისიხია ამას ნიშნავს იყოს შინაგან კმაყოფილებაში სიმშვიდესი და სილაღეში ასე ჯობია ამბობს პავლე მოციქული და თან კიდევ ამას მოსდევს შემდეგ თავში პრობლემა რომელიც ჩანს იმიტომ ლაპარაკობს პავლე ქალებზე ასე რომ შემდეგ მოდის პრობლემა ქრივების პრობლემა რომ ქრივები ცუდად იქცევიან როგორც ჩანს სამრევლოში ქრივი ქალები და თავიდანვე ასე იწყებს პავლე კიდევ ერთი ადგილი წერია რომ რადგან ევა შეცდა და არა ადამი პირველად ამას ახსენებს პავლე და მართლაც ბიბლიაში ესეა რომ პირველად ევამ წამოეგო იმ სასტურზე და მერე მან მის ქმარსაც დაარწმუნა და შემდეგ წერია მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ცხონდება იმის წყალობით რომ შვილებს გააჩენს თუ იქნება რწმენაში სიყვარულსა და სიწმინდეში კდემითო და ერთმა ქალმა მე მითხრა მას ერთხელ უკითხავდი რომ და ვისაც შვილები არ აყავსო იმად რა ვქნათ თუ შვილებს გააჩენს და მაგით ცხონდება ამაზე კი არ არის ლაპარაკი სხვა ყველაფერი ვერაფერი რო ვერ შეასრულოს ქალმა მხოლოდ ის დამსახურება რჩება მას კიდევ რომ აი თუ შვილებს გააჩენს კარგად აღზრდის ამითიც შეიძლება ცხონდეს მაგრამ
იმის წინ არის კიდევ სხვა მრავალი სულიერი ღვაწლი და დამსახურება, რომლებიც თუნდაც ქრისტეს მიდევარ ქალებს ჰქონდათ და შეიძლება ბევრს შვილი, აი მაგალითად მარია მაგდალინაზე არ ყავდა შვილი მას, ხო? და ვინ უდიდესი ქალი იყო, ხო? მაგრამ ამაზე კი არა ომს რომ შვილების გაჩენა არის მათი დამსახურება, რომ ამით ცხონდებიან, არამედ სხვა რომ ვერ შეძლონ სულიერ ღვაწლში ვერაფერი, აი იმით მხოლოდ იმითიც თუ ამას მაინც შეძლებენ რომ შვილები გაზარდონ ღვთისნიერად, ხო? წმინდა ბარბარე მაგალითად და ბავშვების სპარველად იტოლება. ამიტომ ასე არ უნდა შევხედოთ ამას. სახალებაში სკოლა ნაჩვენებია თვითონ რომ ვარცხის დროსაც ხალები უფრო მეტი იყვნენ მოციქულები. რა თქმა უნდა. ენესაც როდესაც მოციქულები გაბნეულები, შეშინებულები, დაბნეულები იყვნენ, ხალები მივიდნენ. რო ხალხს მეტი გამბედაობა. ზუსტად. და მესამე თავი მეგონი მესამე თავსაც შევძლებთ, იმიტომ რომ მე მგონი თქვენს დაიღალეთ, ხო? მესამე თავი წავიკითხოთ და აი ბოლოში ის ღვთის მოსაობა, რადგან მე ყველაზე მეტად მინდა აქცენტი გამეკეთებინა. და მესამე თავში პავლე წეს შემდეგ აგრძელებს, რომ სარწმუნოა სიტყვა. თუ იმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე სურს. აი ეპისკოპოსი რას ნიშნავს? სიტყვა თვითონ ეპისკოპოსი რას ნიშნავს სიტყვა? ზედამხედველი. აი ხომ არა ეპისკოპოსი ზუსტად სიტყვა არის ეპი არის ზემოდან და სკოპეინ ნიშნავს ბერძნულში ხედვა, ხო? აი როგორც მიკროსკოპი, ხო სკოპიც ეგ არის, ჰოროსკოპი დროის ხედვა და ეპისკოპოსი არის ადამიანი, რომელიც არის ზედამხედველი. ეპისკოპოსი არ არის არც მეფე, არც ბრძანებელი, არც რამე ასეთი. დღეს როგორც ხანდახან ამახინჯებ, ეპისკოპოსი არის სულიერ ცხოვრებაზე ზედამხედველი. აი როგორც პავლე ამბობს, ვიღაც გამოჩნდა ის ალექსანდრე და ჰიმენეოსი, სრულსწავლება შემოიტანეს და ეპისკოპოსი ვალდებულია, რომ ისე კარგად ესმოდეს სარწმუნოება, რომ აკონტროლოს, რომ აი ესეთი კიბო არაფერი შემოეპაროს ეკლესიას. აი ეს არის ეპისკოპოსის ვალდებულება. ეს უნდა კარგად გვესმოდეს ჩვენ. გესმით? ის განასახიერებს ღმერთის ძალაუფლებას და ზედამხედველობას ჩვენზე. აი ღვთისმსულიერების თვალსაზრისით ეპისკოპოსს რო უყურებთ, რას ნიშნავს ეპისკოპოსი? აი როგორც თქვი რომ ეს წყალი სულიერ წყალს ნიშნავს, ეპისკოპოსი რას ნიშნავს? რო შემოდის ეპისკოპოსი რაზე დგება ხოლმე ტაძარში? რაზე იქ პატარა რაზე? არწივზე, რატო დგება არწივზე? არწივზე რატო დგება? ზევიდან უნდა ხედოს, არწივია ფაქტობრივად, რომელიც ზევიდან ხედავს. ზევიდან უნდა უყუროს ყველა სამრელოს და აკონტროლოს, კი არ უნდა იბატონოს. ზევიდან უნდა ხედავდეს, სადმე რამე ხომ არ არის დარღვევა, გესმით? აი არწივი იმიტომ რომ არწივი თვალი უნდა კონდეს. რომ უნდა ამჩნევდეს ყველა პატარა იმ კიბოს წარმონაქმსაც კი, რაც შეიძლება სულიერ ცხოვრებაში იყოს. ხო გესმით? აი ხედავთ, ღვთისმსულიერება პირველ რიგში ეკლესიაშია. ტაძარშია პირველ რიგში ღვთისმსულიერება. მაგალითად ცოტა გადაუხვიოთ. მე რო გამოვალ ხოლმე სახარებით წირვის დროს. აი ღვთისმსულიერებას მიუბრუნდეთ. ღვთისმსულიერების თვალსაზრისით ეს რა მომენტს განასახიერებს? ქრისტეს გამოჩენა, ხო? ქრისტეს გამოჩენა, ხომ ასე? როცა მღვდელი იღებს მაგალითად და ლახვარს ეს დანაქვს მღვდელს და იმ სეფისკვერს გვერდიდან არჭობს. ეს რას განასახიერებს? როცა ქრისტეს უგმირეს ნახვერი, ხედავთ? აი როცა მე გამოდივარ ხოლმე ბარძიმ ფეშხუმი რო გამომაქვს. იმაზე ქსოვილი ხო აფარია ხოლმე ზევიდან იმას. ეს ქსოვილები რას განასახიერებს? სუდარას. ან იმ სახოებს, რომელიც ბავშვს გაახვია. ხედავთ? აი ღვთისმსულიერება პირველ რიგში ყველაზე დიდ ძალით ტაძარშია, ეკლესიაშია, რომელიც სადაც ყველაფერი ყველა რაღაცას განასახიერებს და შემდეგ როცა გავდივართ აქედან, ეს ღვთისმსულიერება უნდა გაგყვეს ჩვენს ცხოვრებაში და ღვთისმსულიერად ვიცხოვროთ. გესმით? აი მაგალითად მე ღვდელი ვარ ახლა და ფეხსაცმელსაც ღვთისმსულიერად უყურებ. რატო? იმიტომ რომ აი ფეხსაცმელი ისეთი განასახიერებს ჩემთვის იმ მოვალეობას, რაც მე მავალია, რომ ყველგან უნდა მივიდე. ყველგან უნდა შევძლო მისვლა, აი ყველგან უნდა მისაღები იყოს ჩემი ფეხი. ხო, იმიტომ რომ დიდხანს უნდა იდგე, იმიტომ რომ დიდხანს გიწევს ხადაგება და გესმით? აი ყველაფერს ასე უნდა უყურე ჩვენ. მაშინ აღარ გძლევს ფუფუნების სიყვარული, მაშინ აღარ გძლევს თქვა 900-იანი ფეხსაცმელი, იმიტომ რომ რაღაც მოდაშია. არაფერი, ღვთისმსულიერი მნიშვნელობა უნდა კონდეს ყველაფერს ამას. აი საათები, კაცებს რო უყვართ ხოლმე საათები.
თემო რას ნიშნავს საათი ღვთისმსულიერად? სულ დროულად რო არ გამოიწეს პროცესი. როგორ? რო არ გამოგჩეს ლოცვები? კი, ეგრეა, კი, კიდევ? დარჩენილი დრო, სწორია. დარჩენილი დრო, ცოტა დრო გვაქვს ძალიან. დარჩენილი დრო. ხო, რომ ეს საათი ლამაზი კია, მაგრამ ხოლოდ სილამაზისთვის კი არ მიკეთია მე. ჰა? უნდა დააყენო სწორად და დაგიგეჩვენოს. ხო, აი ეს არის ღვთისმსულიერად. შემდეგ გავაგრძელოთ. მაგრამ შემდეგ ამობს ეპისკოპოსი უნდა იყოს უმციკლო ერთი ცოლის ქმარი, ადრე ბერები არ იყვნენ ეპისკოპოსები, ცოლიანები იყვნენ. არამსმელი, ლოთი არ უნდა იყოს, გონიერი, ღირსეული, სტომართმოყვარე, გამსწავლელი, არა მემთვრალე, ანუ кейფი არ უნდა უყვარდეს. აი ამიტომაც არ თქვენ იცოდეთ ეს რომ ღვთელი და ეპისკოპოსი ან სასულიერო პირი თუ ნახეთ кейფში ეს არ შეიძლება. кейფში არ უნდა იჯდეს არც ღვთელი, არც ეპისკოპოსი და არც დიაკვანი, არ შეიძლება. ეს არის და სტიქაროსნებიც კი кейფში როცა ხართ, უნდა გახსოვდეთ რომ სტიქაროსნები ხართ. იქ რაღაც ქცევა უნდა იყოს თქვენ ისეთი რომ გახსოვდეთ რომ თქვენ ტაძრის მსახურები ხართ. ხო, აი მე როცა მღლად მაკურთხეს, ხო? ჩემო მოძღვარმა მითხრა, ესეთი რამოდენიმე რჩევა მოცა და პირველი რჩევა ესეთი იყო რომ ჭიქით არავინ გადაგიღოს სურათი, ჭიქით არავინ დაგინახოს, ღვინის ჭიქით. არა. ხო? ძალიან ცუდი მე ეს ძალიან საშინელებაა. როგორ შეიძლება ღვთელი ჭიქით ხელში ან სუფრაზე მოკეიფე ვინმე დაინახოს? არ შეიძლება. ადრე მაგალითად სასადილოში დუქანში შესვლაც კი ეკრძალებოდა ღვთელი. არც სასტუმროში და არც დუქანში შესვლა ღვთელს არ შეეძლო, იმიტომ რომ იქ თავს იყრის სხვადასხვანაირი ხალხი და ამიტომ იქ არ შეიძლება შესვლა მის. გესმით? ხო, აი, ახალი აღთქმა გვეუბნება ამას. თავისი სახლის კეთილად გამგებელი, თავისი ოჯახის არა ახლად მოქცეული, აი ნაადრევად რო აკურთხებენ ხოლმე, ხო? 5 წლის მოსულია ეკლესიაში და უკვე ეპისკოპოსი არ შეიძლება ამის გაკეთება. წმენის საიდუმლოს შემნახველნი უნდა იყვნენ წრფელი სინდისის, დიაკვნებიც ასევე უნდა იყვნენ. ამნაირები ჯერ უნდა გამოიცადონ და ხოლო შემდეგ თუ უმციკლოდ არიან მიენდოთ მსახურება. მათი ცოლებიც ღირსეული უნდა იყვნენ, არა ცირისმწამებელი, მფხიზელი და ყოველხრივ სარწმუნონი. დიაკონი უნდა იყოს ერთი ცოლის ქმარი. კეთილად უნდა განაგებდეს შვილებს და თავის სახლს, რადგან კეთილად მსახურებელი თავის თავს უმზადებს კეთილ ხარისხს და დიდ მხნეობას და რწმენას და ქრისტე იესოში. ნახეთ, ამბობს რომ ცოლიც მისი იგივე ისეთივე უნდა იყოს, როგორც სასულიერო პირი. ამიტომაც აი ჩვენ ეს ვერ ვახერხებთ ამას ჩვენს რომ ახალია ჩვენთან ეკლესიის თავისუფლება. კაცი თუ აპირებს მღვდლობას, მეუღლეც ისეთი უნდა შეარჩიოს. ისეთი ცოლი უნდა მოიყვანოს, ვინც მის მღვდლობას იტვირთავს. ძალიან ძნელია მღვდლისცოლობა. ძალიან ძნელია მღვდლისცოლობა, ძალიან. ამიტომაც თავიდანვე უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ მეუღლე თუ ამას ვერ გაუძლებს, ეს უნდა თავიდანვე გაითვალისწინოს მან ეს. იმიტომ რომ ხშირად ხდება ესე, რომ მღვდლის საქმიანობა ისეთია, რომ სულ ხალხშია, სულ წირვალოცვა, სულ სადღაც მიდის, მოდის, სახში არ არის მაგალითად ხო და მეუღლებს უჭირთ და ვერ უძლებენ ამას. ამიტომაც ეს უნდა აუცილებლად გაითვალისწინოს ადამიანმა. და ნახეთ, ამას გწერ, მოდი მესამე თავი დავასრულო და შემდეგ ის მესამე თავი შემდეგ საუბარზე გავაგრძელოთ. შემდეგ წირვას, ხო? აი ახლა თავდება მესამე თავი. ყველაზე მთავარი მომენტია ეს. ამას გწერ შენ და იმედი მაქვს მალე გეწვევი. ხოლო თუ დავყომდი, იცოდე როგორ უნდა მოიქცე ღმრთის სახლში, რომელიც არის ეკლესია, ცოცხალი ღმრთისა, ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე. ნახეთ? იცოდე როგორ უნდა მოიქცე ღმრთის სახლში, რომელიც არის ეკლესია. ეკლესია რას ნიშნავს ბერძნულ სიტყვაში? რაღაც კრებული. ანუ შეკრება. ანუ როგორ მოიქცე ღმრთის სახლში, რომელიც არის იქ ალაბაში მდგარი ტაძარი კი არა, აბრასამობს თქვენი შეკრებაო. ანუ ღმერთის სახლი, რომელიმე არქიტექტურული ნაგებობა კი არ არის, აქვე ამობს. ღვთის სახლი არის თქვენი შეკრება, ეკლესია. ყველა დაძახებული ხალხი, გამორჩეული ხალხი, ვინც ქრისტემ გამოიყვანა
ცხონების სასუფეველში შეიყვანა, აი მათი კრებული არის ღმერთის სახლი. გესმით? ხო და ჩვენ რომ ნამდვილი მორწმუნეები ვიყოთ, ისა ნინო, ჩვენ უნდა ვაშენებდეთ შესაკრებ სახლებს, მაგრამ ის კი არ უნდა იყოს თავარი როგორ სავაშენებთ. რითი მოვაპირკეთებთ, ოქროს ჯვარი, თავარი უნდა იყოს რომ ჩვენ შესაკრები ადგილი გქონდეს. აი ეს უნდა იყოს. ასეთი საუბარია ყველაზე. ხო? აი ასეთი საუბარია. ზუსტად. ამიტომ ჩვენ უნდა ავაშენოთ უბრალო შენობები, ჭერი გქონდეს თავზე რომ წვიმა იქნება, მაინც შევძლოთ შეკრება, ხო? ამიტომ ამას უფრო ადვილად მოვახერხებდით და ნაკლები სახსრები დაგჭირდებოდა და შეკრება შევძლებდით. ბატონო? რა თქმა უნდა, და პავლე ამობს თვითონ კაცო მეტი ვინ უნდა გითხრათ რომ ღმერთის სახლი არის თქვენი კრებულიო. გესმით? მე იქ ვარ მათ შორის. აი ეს არის მნიშვნელოვანი აქ და და ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე. ეკლესია ან თქვენი კრებული არის ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე. რატომ? იმიტომ რომ ქრისტე რას გვიწოდებს ჩვენ მორწმუნეებს? თქვენ ახართო მარილი ამ სოფლისსაო. და თქვენ მარილი რო ხარ, მარილი რას ნიშნავს? თქვენ მარილი რას შვება? ინახავს, ხო? თქვენ უნდა შეინახოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება. აი ესაა მთავარი, გესმით? აი ნებისმიერი ჩვენთაგანი, ვინც სარწმუნოებას არ ისწავლის, არ შეინახავს და არ გადასცემს შვილებს, ქრისტეს ცნებას არ ღვევს, რომელმაც გითხრა რომ თქვენ ახართ მარილი, რომელმაც უნდა შეინახოთ ეს სარწმუნოება და გადასცეთ მერე სხვას. ოდ გაუხწნელად მარილი ხო იმიტომ ინახავს რომ არ გაფუჭდეს ხო სარწმუნოება. ამიტომ თქვენ ახართ მარილი. და ბოლოს მე-16 მუხლი. ნახეთ? უეჭველად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო. ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოსებს, გადაგებული იქნა წარმართა შორის, სარწმუნო იქნა ქვეყნისთვის და ამაღლდა დიდებით. აი, ღვთისმოსაობის საიდუმლო რაში დევს? აი, რაში ფესვი რაში აქვს ღვთისმოსაობის საიდუმლოს? ღმერთი გამოჩნდა ხორცით. აი, მე რაც ჩამოგითვალეთ თქვენ, საყურე, ეს წყალი, ეს ვენახი, ეს პური, ეს ყველაფერი შემდეგ შედეგებია იმის. მაგრამ უხილავი ღმერთი თუ კაცის სხეულით გამოჩნდა, ხილულ სხეულებში ჩვენ უნდა დავინახოთ რა? უხილავი. აი ეს არის, ნუ დადიხარ, დაჯიქ ცოტა ხანი. ნუ დადიხარ, იქ დაჯიქ. ეს არის ღვთისმოსაობის საიდუმლო, გაიგეთ? აი ეს არის თავარი. თუ უხილავი, მიუწდომელი, შემოუსაზღვრელი კაცის სხეულში გამოჩნდა, ასევე ამიტომ ხილულად რასაც ხედავთ, იმაში უნდა დავინახოთ უხილავი ღმერთის საიდუმლო. ამიტომ ქრისტეც ხო ასე ქადაგებს. ხო ამბობს, მე ვარ პური ზეციდან ჩამოსული, ხო ამბობს? როგორ არის ის პურის ხო ადამიანია? ხო? მე მოგცემ წყალს, რომელიც სიცოცხლეს მოგცემთ, ხო ამბობს? მე ვარ ვაზი. რომობს რომ მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ხო ყველაფერს ამას ამბობს. ღვთისმსულიერებით ლაპარაკობს, გესმით? ყველა მატერიალურ საგანს ის ანიჭებს ღვთისმსულიერ მნიშვნელობას, ხომ ასეა? და ამიტომ ჩვენ თუ მისი ხალხი ვართ, უნდა ვიცოცხლოთ, ვიცხოვროთ ღვთისმსულიერებით. ყველა საგანში უნდა ვხედავდეთ ღმერთის კვალს. გესმით? ნახეთ რა ზომს. ღმერთი გამოჩნდა ხორცითო. გამართლდა სულით, ანუ სული წმინდამ. გამართლა ის ყველაფერი და დაადასტურა ის ყველაფერი, რაც ნათქვამი იყო მასზე და რაც აღსრულდა. ეჩვენა ანგელოზებს. როცა ის ამაღლდა ზეცად ანგელოზებმა მაშინ იხილეს საიდუმლო, ასევე ანუ მესია ქრისტე ხო ანგელოზებს ნანახი არ ყავდათ მანამდე, ხო? ანგელოზებმა არც ის იცოდნენ ღვთის განკაცების საიდუმლო, როგორ უნდა მომხდარიყო. ამიტომ როცა აი ქრისტე ამაღლდა ზეცად კაცის ბუნებით, ანგელოზებმაც პირველად მაშინ იხილეს, რომ ადამიანის ბუნება აიტანა ძეღმერთმა ზეცას. ანუ ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებული იქნა წარმართა შორის, ისრაელს გაცდა და მთელ მსოფლიოში ეკადაგა წარმართებს, სარწმუნო იქნა ქვეყნისთვის, დამოწმებულია რომ სარწმუნოა ბიბლია, ეს მისი მოწმობა და ამაღლდა დიდებით. ამაღლებულია დიდებით და დიდებაში იმყოფება იგი, ძეღმერთი ქრისტე მესია,
რომელიც მოვა მეორედ დიდები, ხო? საშინაო დავალება რა არის ეხა ჩვენთვის დღეს? რა არის საშინაო დავალება? რომ ყოველთვის როცა ღვთისმოსაობას დაუკვირდეთ და ყველა ფერში დავინახოთ ღმერთის დავალება, ღმერთის ხელი, ღმერთის კვალი, ღმერთის სული. წყალია ეს თუ ყველაფერი დანარჩენი, ხო? და თქვენ თვითონ აღმოაჩენთ, რომ რა დიდებულია ასე ცხოვრება. მაშინ უბრალოდ ხორციელი ადამიანები კი აღარა ვართ. მაშინ ვართ ნამდვილად ღვთისმოსავი, ღვთის შვილები. კიდევ ერთი აი ყველაზე მაგარი ღვთისმოსავობის გამოვლინება. ერთმა ჩემმა ახლობელმა ვჯელობდით ეს ჯგუფი ქონდა და აიო, კაცის და ქალის ურთიერთობა რა არის ღვთისმოსავობით? აი კაცის და ქალის სიახლოვე, ხო, ცოლ-ქმრის სიახლოვე. ხო, თუნდაც სქესობრივი სიახლოვე. აი რას გვეუბნება ღვთისმოსაობა, რა ღვთისმოსაობაა ამაში? გამოვრავდეთ, უნდა გადავცეთ ეს კიდევ ჩვენს მომავალ შვილებს. იმიტომ რომ ეს ხო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ადამიანის ცხოვრებაში, ხო? ფსიქოლოგებიც ამას ამბობენ და ბიბლიაც ამას ამბობს, რომ კაცი მიატოვებს თავის მშობელს, ყველაფერს მიატოვებს და თავის ცოლს შეეყოფა, შეუერთდება, ანუ ის კავშირი შეეწებება და ორივე ერთ ხორცს არის. აი ეს ურთიერთობა, აი ეს ხორციელი ურთიერთობა, თუნდაც ხორციელი სქესობრივი მარტო ხორცს ხომ არ მოიცავს. ინტიმური სქესობრივი ურთიერთობა ნიშნავს ყველაფერს ნიშნავს, ხო? აი რას ღვთისმსულიერად რას გვეუბნება? ხო, ქრისტესი და ეკლესიის ურთიერთობა. ქრისტესი და ეკლესიის ეგ ერთი, ეს საიდუმლოა, რაც კიდევ ნუ ჩავჭერე ეხლა მამა. არ გჭირით კაცო, რა არის? აი რა და რა უბრალოდ იმ ცოლ-ქმრის სიახლოვის დროს შენ ხომ არ შეიძლება იტყუებოდე რამეს. აი ხარ აბსოლუტურად არა, მე სხვა რამეს ვამბობ. შენ ხარ აბსოლუტურად ის ვინც ხარ, ხომ ასე? ხო? იმიტომ რომ მეუღლესთან, ქმართან და ცოლთან თუ რაღაცას თამაშობ, მით უმეტეს იმ სიახლოვის დროს, შენ რა ადამიანი ხარ მაშინ, ხო? გესმით? აი ეს არის ის უმანკოები და წმინდა მდგომარეობა, რაც ზეცაში გვექნება ჩვენ ერთმანეთთან. გესმით? აი როცა ერთმანეთის მიმართ არაფერი დამალული აღარ იქნება. ხო ამბობს ქრისტე რომ არ არის დამალული რომ არა გაცხადდეს ზეცაში. აი იქ როცა მივალთ ჩვენ ერთმანეთის მიმართ გვექნება აბსოლუტურად ღია ურთიერთობა, ხო? ვერაფერს ვერც დაუმალავთ ერთმანეთს, ვერც აზობრივად მოვატყუებთ ერთმანეთს. აი ვიქნებით ისეთები როგორებიც ვარ. გესმით? აი ცოლ-ქმრის ეს ერთ ხორცი ყოფნა ამისი ღვთისმსულიერი გამოხატულებაა. ერთ ხორცს რატო არიან რომ მათ შორის აი ხო არის ხომ რომ ხან ქმარი ატყუებს ცოლს, ხან ცოლი ატყუებს ქმარს, იმას უმალავს, ამას არ ეუბნება, ხო არის ხომ? ჩვენ ხო ჭირს ეს ადამიანებს, ხო? აი არა, ცოტა ხანდახან ცოტა მგზაკრული ელემენტიც არის მან. არ ვეტყვი. აი მაგრამ ესა გამიკეთა მე ესე ხო არის ეს. და ცოლ-ქმარს შორის აი ეს წმინდა აბსოლუტურად სუფთა ურთიერთობა უნდა იყოს, ესე უნდა იყოს. ქმარი დედამის კი არ უნდა ეკითხებოდეს რა გააკეთოს, თავის ცოლს უნდა ეკითხებოდეს. ცოლიც დედამისთან ვიმეს კი არ უნდა ეკითხებოდეს, ქმარი უნდა იყოს მისი პირველი მესაიდუმლე. ყველაზე ახლობელი ადამიანი, გესმით? ეს უნდა იყოს, ხო და აი ეს ურთიერთობა ასე თუ იქნება, ღვთისმსულიერებაში ჩვენ გვაჩვენებს, როგორი იქნება ცათა საზუფეველში ჩვენი ერთმანეთთან ურთიერთობა. ტყუილის, მზაკრობის, თვალთმაქცობის და 1000 აი ამის გარეშე, გესმით? აი ყველაფერში დევს ეს ჩვენი ღვთისმსულიერება, ამიტომაც უნდა გვესმოდეს პავლე ამბობს რომ დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო. დიდია, რატო ამბობს? პავლე სულ 8 საიდუმლოს ასახელებს თავის ეპისტოლეებში და ერთ-ერთი არის ღვთისმოსაობის საიდუმლო, რომელიც გაგვეცხადა იქიდან რომ ღმერთი უხილავი ღმერთი კაცი გახდა და ჩვენ ხილულ რაღაცეებში უკვე ხედავთ სულს და ღმერთს. აი ეს არის ღვთისმოსაობა. ხო საინტერესო რაღაცა, დიახ? რა თქმა უნდა, მართალია. აი ხო გიორგი მას თქვა, პავლე ერთ-ერთი საიდუმლო, როსაც პავლე გვიხსნის არის ქრისტეს და ეკლესიის ურთიერთობა.
სოლქმრის ურთიერთობაო, პავლე ამბობს. სიმბოლოა ქრისტეს ურთიერთობის და ეკლესიასთან, ორწმუნეებთან, ხო? აი რაც თქვენ თქვით, ღმერთის ურთიერთობა ადამიანებთან. აი ისეთი წმინდა უნდა იყოს სოლის და ქმრის ურთიერთობა, როგორი ურთიერთობაც ქრისტეს აქვს ეკლესიასთან. გესმით? იმიტომ რომ ქრისტემ რა გააკეთა ეკლესიისთვის? თავიდანო გაწირა, ხო? ამბობს ამიტომ რომ კაცი ისე უნდა ექცეოდეს თავის ცოლს, როგორც ქრისტე მოექცა ეკლესიას. სწორია, რაც თქვენ აბსოლუტურად ეგრეა. ხო, მაგრამ აი ეს უმბანკო და წმინდა ურთიერთობა ჩვენ არა მარტო ღმერთთან უნდა გქონდეს, არამედ ერთმანეთთანაც. რასაც ამ სამყაროში ვერ ვახერხებ. ისე ვერ ვახერხებთ, რომ ცოლ-ქმარიც კი ვერ ახერხებს ეგეთ ურთიერთობას, რომელიც უნდა იყოს, არ შეიძლება რომ ასე არ იყოს. გესმით? და აი ეს გვაჩვენებს ჩვენ რომ მომავალში ასე იქნება ყველაფერი. როგორ? პავლეს? როგორ არა? კი, როქადეკ დადიოდა და იკურნებოდა ხალხი, კი. კი, ისაო, პავლეზია ნათქვამი, ხელსახოცებს, პავლეს ნაქონ ხელსახოცებს ადებდნენო და იკურნებოდა. რომის მმართველის ცოლი რო იყო ლუკას ოპერაცია გააკეთებინა. რომის მმართველი ლუკას შვილი ლუკამ გაუკეთა ოპერაცია. შვილი იყო შვილი. ცოლი. კი. ხო, ეს ფილმში როა, ხო იმას ამბობს. ხო, მას პავლე ლუკას და ლუკას ლუკას გააკეთებინა. ანუ დღეს გავიგეთ რა არის ღვთისმოსაობის საიდუმლო, ხო? ავამთავროთ ამით და შემდეგ საუბარზე გავაგრძელოთ ბოლო მესამე თამა.